1818 წელი. საქართველოს ფეხზე დადგა, მაგრამ მეფე ხედავს, დიდი გამარჯვებისთვის არსებული ძალები საკმარისი არ არის. ქვეყნის ირგვლივ ჯერ კიდევ სელჩუკთა უზარმაზარი იმპერია ბობოქრობს. დავითს სჭირდება არმია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ურჩი ფეოდალების ნებაზე. მას სჭირდება პროფესიონალი მხედრობა, რომელიც მხოლოდ მეფის ერთგული იქნება. დავითი მზერას ჩრდილოეთს, კავკასიონის ქედს მიღმა აპრობს. კიფჩაღები უბადლო მეომრები და სელჩუკთა დაუძინებელი მტრები. მეფე აწარმოებს ურთულეს მოლაპარაკებებს კიფჩაღთა მთავარ ათრაკა შარაღანის ძესთან და კიევის დიდ მთავარ ვლადიმერ მონომახთან. კავშირის განსამტკიცებლად დავითი ცოლად ირთავს ათრაკას ასულს გურანდუხტს. გზა დარიალის კარზე გაიხსნა. წარმოიდგინეთ კავკასიონის ვიწრო ხეობები, სადაც 40,000 კივჩაღური ოჯახი მოედინება. ათასობით ცხენი, ურმები და მონთაბარე ხალხი, რომელიც თავის ბედს საქართველოს უკავშირებს. დავითმა მათ მიწა მისცა, სანაცვლოდ კი ყოველი ოჯახიდან ერთი შეიარაღებული მხედარი მიიღო. საქართველომ ერთბაშად 40,000 გამოცდილი მეომარი შეიძინა, რომლებიც ფეოდალურ უღელში შეაბესდა მეფის მუდმივ ლაშქრად აქციეს. ამ რეფორმით დავითმა 60,000-იანი მუდმივი არმია შექმნა. საქართველო აღარ იყო მხოლოდ თავდაცვაზე ორიენტირებული სამეფო, იგი რეგიონის უძლიერეს სამხედრო მანქანად გადაიქცა. კიფჩაღთა ისრები და ქართული ფოლადი გაერთიანდა. დაიწყო მზადება დიდი დარტყმისთვის, რომლის სახელიც დიდგორია. თქვენი აზრით, იყო თუ არა კიფჩაღთა ჩამოსახლება დავითის ყველაზე სარისკო ნაბიჯი? შეძლებდა თუ არა საქართველოს მათ გარეშე დიდგორის მოგებას? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. შემოგვიერთდით ამ მოგზაურობაში. ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეოების სერიას დავით აღმაშენებლის ეპოქაზე. გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ, როგორ იწერებოდა საქართველოს დიდება. თქვენი დონაცია ახალი სერიების გარანტია.